სერბის სტუდენტები, რომელთაც 2000 კილომეტრიანი მსვლელობა მოაწყვეს, საბოლოოდ ბრიუსელში ჩავიდნენ. მარში სერბეთში, კერძოდ ნოვი-სადში დაიწყო, სადაც გასულ წელს რკინიგზის სადგურზე ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიას მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტიკორუფციული საპროტესტო მუხტი მოჰყვა. აქციებს ძირითადად სტუდენტები ედგნენ სათავეში. საპროტესტო მარათონი 18 დღე გაგრძელდა. მომიტინგეებმა 8 ქვეყანა გაიარეს. ყველას მადლობას ვუხდი. ჩვენ უკვე გავიარეთ 1923 კილომეტრი. თქვენ ნამდვილად შესანიშნავი ადამიანები ხართ. პირველ რიგში ამ ოცეულზე მაქვს საუბარი. ვერც წარმოიდგენთ როგორ მიყვარხართ. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც აქ არის. თქვენ არიცით რამხელა ძალასა და ენერგიას გვანიჭებთ და რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის. მარშის მიზანი იყო ევროკავშირს მიექცია ყურადღება ამ ბრძოლისთვის, რომელიც სტუდენტებმა კორუფციის აღმოსახრელად და კანონის უზენაესობის დასაცავად წამოიწყეს. აქციის მონაწილეებმა ბრიუსელში ჩაიტანეს წერილი იმ იმედით, რომ მას ევროკავშირის ინსტიტუტებში წაიკითხავენ და უფრო მეტ შეიტყობენ სერბეთში შექმნილი პოლიტიკური და სოციალური კრიზისის შესახებ.